დაშორება მამაკაცთან არის ძალიან რთული. მით უმეტეს, როდესაც შენ ჩადე ენერგია, სიყვარული, ზრუნვა და ყველაზე მტკივნეულია, როდესაც ადამიანი ნელ-ნელა გშორდება, ხშირ შემთხვევაში ჯადოს გამო და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. აღარ გაქვს ის სითბო, შენთან აღარ ატარებს დროს, არის ძალიან გაღიზიანებული და თავიდან ქალები ვერ ხვდებიან რა ხდება, ხო? ფიქრობენ რა გავაკეთე არასწორად, რას ვაკეთებ, ან საკუთარ თავში ეძებენ პასუხებს. ამასობაში ისტრესებიან, ხდება კონფლიქტები სახლში, ურთიერთობებში. ხშირ შემთხვევაში ჯადო ქალბატონზეც მოქმედებს, ნერვებზე, გინეკოლოგიურ პრობლემებზე და ამას მერწმუნეთ ქალბატონები უფრო ძლიერად აღვიქვათ, ვიდრე მამაკაცები. ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია წარმოიდგინეთ, შენ ხარ მამაკაცთან, ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ, ზოგი შეიძლება დაქორწინებასაც აპირებს, ან ზოგი არც აპირებს, ხო, არ არის აუცილებელი დაქორწინდა. და უცებ ან ყოფილმა გადაწყვიტა გამწარება და ძირითადად ქალები ესე აკეთებენ, რომ შეიძლება მიატოვონ მამაკაცი და სხვაც ყავდეთ, მაგრამ მაინც არ ახარებენ სხვა ქალებთან. ნუ არ ვიცი, ბუნებამ დაგვაჯილდოვა აი ამ ცუდი ჩვევით ქალები და ეს ყველა ქალში არა, მაგრამ უმეტესობაში ზის, რომ არ გაახარებს მოკლედ ახალ პარტნიორთან, შეიძლება თვითონ გათხოვილიც იყოს. თვალი, ბოროტი ენერგია, მოკლედ სოციალურ ქსელებში ყველაფრის დაპოსტვა, მოკლედ მრავალი ეშმაკი და სატანა იმალება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში და მით უფრო ძალიან გულსა დასაწყვეტია, როდესაც მამაკაცი მიდის სახლიდან საერთოდ, გბლოკავთ, სხვათა შორის აიცით, რომ ჯადოს ერთ-ერთი მანიშნებელი არის ეს დაბლოკოები სხვათა შორის. ადამიანს საერთოდ აღარ უნდა თქვენთან კონტაქტი და მოგიშოროთ საერთოდ თავიდან ბოლომდე და აღმოფხრათ თავისი ცხოვრებიდან. თუ თქვენ გაქვთ ესეთი პრობლემები და მამაკაც აქვს ჯადო გაკეთებული, აუცილებლად საჭიროა რომ ადამიანმა მოიხსნას ჯადო და თქვენ მამაკაც მოხსნათ ჯადო და შემდეგ გაუკეთოთ დაცვა, თუ ეს მამაკაცი თქვენ გინდათ, ან თუ თქვენ გინდათ რომ შური იციოთ, შეგიძლიათ მიბმაც გაიკეთოთ. მოკლედ ნებისმიერი რიტუალი, რაც თქვენ თავში მოგივათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც შენ დებ ამაკს და ამ დროს პირში ჩავა გამოვლებული რჩები, მინიმუმ შეურაცხყოფაა.